Payne's gas furnace. გვაძლევს კოდს. ნახოთ აბა კოდი რა არის. ეხლა 1 1 2 3 13, ანუ 13. 13 ნიშნავს limit circuit lockout. კარგი. limit circuit, ანუ ჩვენ გვაქვს აქ ლიმიტები 1, აი ეს ლიმიტი. ნახავთ ახლა. დავტესტოთ ეს ლიმიტი თუ მართალია. ტესტერი გადაყვავს continuity. ორი თუ დააწრიპინებს ახლა ნახავთ. დააწრიპინა. ლიმიტმა წესით ასევე უნდა დააწრიპინოს. ეს ლიმიტი კარგია. კიდევ არის ერთი ლიმიტი გვერდით. აქ ეს კარგია. ერთადერთი ხა რასაც გავაკეთებთ არის რისეტი. ანუ უნდა გამორთოთ და ჩავრთოთ. შემთხვევაში გამოსართავი ნახოთ. არის აქ ძლივს ჩაირთო ბლოუერი. ძლივს ჩაირთო ბლოუერი, როგორც ჩანს, ბლოუერი ეჭედება, ანუ მოტორი ეჭედება და ამიტომ აგდებს, ამიტომ გვიჩვენებს ლიმიტს. ესე იგი, როგორც ჩანს, გარკვეული მუშაობის შემდეგ ბლოუერ მოტორი თვითონ ჩერდება, გაზი აგრძელებს და ამის გამო ხდება რომ ეს პრობლემა, იმიტომ რომ აქ კასტომერი ამბობს რომ ეს ბევრჯერ ხდებაო დღის განმავლობაშიო, ჩვენ რამდენი მოვალთ, იმდენი მუშაობს და თვითონ ბლოუერ მოტორი ახლა გაცხელებული არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან უჭირს დაწყება. შეგვიძლია კაპასიტორი შევამოწმოთ, შეიძლება ეს უბრალოდ კაპასიტორი იყოს. აი კაპასიტორი. ერთი თავი მომძვრალი აქვს. აი აქ. ერთი თავი მომძვრალი აქვს, ერთი აი ამიტომ. მისი ზომა არის 10. ეხლა კაპასიტორს რო გამოვცვლით, ჩვეულებრივად იმუშავებს. ანუ კიდევ ერთხელ გვითხრა რომ კოდი იყო ლიმიტი, ანუ გვეუბნებოდა რომ აი ეს ამოვარდა, რაც მართალია, იმიტომ რომ როცა მოტორი გაჩერდება და გაზი მაინც იწვის, ეს გახურდება და ამოაგდებს ლიმიტს. მისი დანიშნულებაც ეს არის, რომ გააჩეროს, გათიშოს, ასე ვთქვათ, გაზი და მთლიანად გამათბობელი. ამიტომ პრობლემა სულ სხვაგან იყო, უბრალოდ სხვა რაიმეს გვეუბნებოდა. თითქოს და მარტივი, მაგრამ რამოდენიმე ვიზიტი დაჭირდა ამის გარკვევას.